ობიექტური გამოძიების ამჯერა ამ ხელისუფლების პირობებში ამჯერა ობიექტური გამოძიების წახალისებულები ახლა როგორ წახალისებულები ზღვას გადასულები არიან გარკვეული ნაწილია გადასული პოლიციისა მთლიანი პოლიციას აი მაგათმა საქციელმა მთლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაყენა შეურაცხყოფა თორე პოლიციელები არიან ქალაქში აი ძალიან სამაგალითო პოლიციელები ყავს გორში ძალიან კაი ადამიანები ყავს მაგრამ გარკვეული ნაწილი არის წახალისებულიც არის და თავშიავარდნილიც აქვს თავათი სამსახური შეფასება და შეფასება უნდა გავაკეთო უმკაცრესად უნდა დასაჯო აი მე რო პრემიერ-მინისტრი ვიყო სამუდამო პატიმრობებს მივცემდი 3 მილიონიან ქვეყანას გვაყურებინეს როგორ აკლავდნენ ადამიანს მაგას რა შეფასება უნდა ეგენი როგორ უნდა მიიყვანო დაკითხვაზე ეგენი უნდა შეყარო ციხეში სულ ყველა უნდა დააკავო მარტო ის 6 კაცი კი არ უნდა დააკავო ის ზოგმა წიხლი რო ამოარტყა ზოგ სულ ყველა მონაწილეა ეს იყო გაკეთებული ეს მკვლელო იგივე მკვლელობა მეტი რა გინდა ეს არის საზოგადოების დაშინება ესეთი საქციელი დაშინებენ საზოგადოებას აშინებენ რომ იბატონონ თვითონ მაგრამ აი ყველაფრის გულისთვის გაუშვით წინა ხელისუფლება აი ესე რომ ჩასდიოდნენ მკვლელობებს სემებს და დაჭერებს უკანონო ამანთაც ეგბედიერით აი გაითვალისწინოს პრემიერ-მინისტრმაც გაითვალისწინოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც გაითვალისწინოს რომ აუცილებლად დადგება ის დრო როცა თვითონაც შეაღებენ ციხის კარებს აუცილებლად დადგება ის დრო შეიძლება ასეთი ადამიანობა ვინც წესრიგს უნდა იცავდეს ალბათ უკაცრესად უნდა დაისაჯოს რომ მეორე აღარ გაბედოს ეს და ბედი კიდე იმისი ალბათ ვერც დაამტკიცებდა თავის სიმართლეს ის ჟურნალისტს რო არ გადაეღო ნებისმიერი მაშინ თუნდაც მომწონდეს თუნდაც არ მომწონდეს წესრიგი უნდა იყოს თუ სახელმწიფოში პირველი ეს არის ის დაისაჯოს და იმის მაგალითზე მეორე აღარ გააკეთებს არაფერთ უპატრონო ქვეყანა არის დეგარი სოყოლა ივანიშვილის მხარეზეა და ივანიშვილის კაცები აქვს სოყოლანი რა ვინც არიან პოლიციას მილიციასა და პარლამენტარებიცა და ყველაც აი რითი განსხვავდება მაგალითად ძაღლების ხროვაზე რო იძახიან ხალხს დაესხავთ და ეს ხალხი რითი განსხვავდება არაფრით ადამიანობა დაკარგულეთ უბრალოდ ადამიანია ის სიკვდილისთვის იმეტებენ რომ რა ვიცი არც შერცხვათ არც შეეცოდათ სადაც ჩვენ ხო ადამიანები შეცოდების უნარი ხო უნდა გქონდეს არა აქვთ თი გასწორება მართლა არ შეიძლებოდა და მასეთი მოქცევა ჩვენი პოლიციით არ ვიცი თითოეულ ადამიანს მინდა ვუთხრა განსაკუთრებით ქალებს მინდა გთხოვოთ რომ მეტად ამოიღოთ ხმა და მეტად შეეწინააღმდეგოთ სისტემას რომლის მოცემულობაში თქვენს გარშემო მყოფი მამაკაცები არიან დაუცველები განსაკუთრებული აგრესია აქვთ როგორც ვაკვირდებით ბიჭების მიმართ რომლებსაც არ ვიცი შეურაცხყოფას აყენებენ და შემდგომ უნდათ რომ მოითმინონ ეს ყველაფერი და აპატიონ ღირსეული მამაკაცი ღირსეული ქალბატონი ვერც ერთი ვერ აიტანს სისტემურ გადაცდომას თუ ნამდვილად გააჩნია მას ღირსება და სწორედ ამასთან მქონდა საქმე გუშინ პაპუნამ ვერ აპატია ის დამცირება რომელიც ალბათ იმათ უნდათ რომ შერჩენოდათ